დაიწყო შეხვედრა. ის რაღაც ეს ტრადიციაა, რომ ყველა შეხვედრა ძალიან სწრაფ ტემპში იწყება და გამონაკლისი არც ეს პაექრობა არ არის. შეგახსენებთ, რომ აქ წითელი საჭიდაო ფორმით გახლავთ ნიკა მაისურაძე, გორელი სპორტსმენი. ნახოთ გორელები შეძლებენ თუ არა მეხუთე ოქროს მედლის მოპოვებას. მეხუთე თუ მოიგოს, მაშინ 100%-იანი შედეგი ექნებათ ფინალებში. კი ბატონო. 7 გორელი იყო, ეხლა მეხუთე თუ ჩემპიონი გახდა, მეექვსე გახდება, იმიტომ რომ უბრალოდ საეტაპო შეხვედრა არის გორელებისთვის, თუ კი ეს მოიგეს, ანუ 100%. გუნდურისაც რომ მანდ მოიგეს, რა თქმა უნდა, აი მეორე მესამეზე ვინგავან საგარეჯო, ამბოლაური, თბილისი შეიძლება. თბილისელებს 4 ბრინჯაო აქვს და 1 ვერცხლი და კიდევ 1 ფინალისტი აქვს. ეს გუნდური შეჯიბრების შედეგები ბოლოში გამოცხადდება. ესეც სპეციალური ჩასათვლელი სისტემაა. ყოველი დაკავებული ადგილისთვის ქულებს იღებს სპორტსმენი და შემდეგ ვისაც მეტი ქულა ექნება ის მიიღებს სპეციალური პრიზი ასევე ჭიდაობაში გუნდური გამარჯვებისთვის. ვინ ჩათვალეს აბა პასიურად ჩათვალეს სამხარაძე. მონელებიდან გიორგი ჩიხრაძე იჭიდავებს ძიმეწონის ფინალში ბოლნისელ გიგა შავაძესთან. იწურება ეს 30 წამით და ფაქტობრივად დროის საკითხი არის, რომ ნიკა მაისურაძე დაწინაურდეს 1-0. ბატონო უკვე დაწინაურდა. 1 წუთი რჩება პირველი პერიოდის დასრულებამდე. გორელებიც ახმაურდნენ, აგულიანებენ თავიანთ პალავანს. კარგადაც თითქოს წამოიღო მაისურაძე, მისე გძელდება მისი შეტევა, მაგრამ ჯერჯერობით აქ ქულა დაფიქსირდა და ამასობაში არ არის გამორიცხული, რომ გადავიდეს ონელი სპორტსმენის შეტევაზე, მაგრამ მისი ხელი კარგად ჰქონდა ჩაბუჯული და დაჭერილი მაისურაძეს. წამი პირველი პერიოდის დასრულებამდე ანგარიში 1-0 გახლავთ მაისურაძის სასარგებლოდ. დამთავრდა პირველი პერიოდი. იყო ეს ჯერჯერობით ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა, თუმცა საინტერესო ეპიზოდები იყო, იმედია მეორეში ილეთებს ვიხილავთ. დასრულდა ნახევარწუთიანი შესვენება და უბრუნდებიან ლეიბს მოჭიდავეები. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ 86 კილოგრამის ფინალი საქართველოს თასზე თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის. ნიკა მაისურაძე, რომელიც ახლა შესამსვლელებლად უკან მიაბრუნა მსაჯმა, პირველი პერიოდის შემდეგ გორელი სპორტსმენი 1-0 ამარცხებს ონელ თორნიკე სამხარაძეს. მეორე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი არის. სწორედ აქ გამოვლინდება და გადაწყდება ჩემპიონის ვინაობა. დაიწყო უკვე მეორე პერიოდი და მივადევნო თვალი შეხვედრის მიმდინარეობას. აქ ახლა წესით სამხარაძე უნდა გააქტიურდეს, თითქოს ცდილობს უფრო აქტიურობასაც, მაგრამ არანაკლებ აქტიური გახლავთ მაისურაძეც. პასიურად
შემჩნევა მიიღო ისევ სამხარაძემ და ჩაურთეს მეორე და 30 წამიანი, თუმცა ამისთვის ბუნებრივია რომ ქულა არ მიუღია მაისურაძეს. ანგარიში ისევ ერთით მოილურჩება მაისურაძის სასარგებლოდ, გოროლის სპორტსმენის სასარგებლოდ და გოროლები ახლოს არიან მეოთხე ოქროს მედალთან. მეხუთე ოქროს მედალთან ბოდიში. აქ ისეთი რთული სიტუაციაა, ორივეს არა დაიძუნა თავი მაისურაძე უარეს სიტუაციაში იყო ეხლა ახლოს იყო ქულის დაკარგვასთან, მაგრამ რაღაც თითქოს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი სიტუაციიდან გაუძვრა ეხლა მაისურაძე. ჩელენჯს მოითხოვს ეხლა სამხარაძე და მსველი ჯერჯერობით ავეთანხმება. შემოაგდეს როგორც იქნა. მოვამ ნახოთ განვიხილოთ რა იყო განსახილველი ვერ მიიყვანა ილეთ ბოლომდე. იბადონ ფეხში შევიდა. კარგი პოზიციაც ჰქონდა. ეს მეორე ქულა 30 წამიანი ჯავიმის გამო დაკარგა. ორივე ქულა მაისურაძემ თუ ეხლა მიიღეს ეს პროტესტი, მაშინ პირიქით 2-1 გახდება სამხარაძის სასარგებლოდ, მაგრამ ვერ დავინახეთ ეხლა რომ მან მეტოქე დააფიქსირა ჩურქჯენში. ამის შემდეგ სამი ფინალი: მარგიშვილი, ყურაშვილი, სულეიმანიშვილი, პეტრიაშვილი და შავაძე ჩიხრაძე. ეს არის საქართველოს 123 წლამდელებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში გორის სპორტის სასახლიდან. უფრო დიდ ეკრანზე განიხილავენ როგორც ჩანს აი ამ საკითხს. შევიდა რა ფეცა ყოფილა არ ჩანს აქედან არაფერი. თლიანად უნდა ვნახოთ როგორც ჩანს ეს ეპიზოდი. მესამე წერტილი არ არის დაფიქსირებული და შემდეგ გამოვიდა. მუხლებით იდგა მაისურაძე და აი ხელის თუ ქონდა დადებული, მაგრამ ზემოდან არ იყო რას მთავარია სამხარაძე. ის ეს ქულა? ორი ქულა. შესაბამისად 2-1 გახდება ეხლა სამხარაძის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩაეტია 30 წამში. 2-2 და უკვე სამხარაძეს საძლევს ეს ხელს. ჯერ ბევრია კიდევ დრო გვაქვს. ეხლა 30 წამიც უნდა შეამოწმონ, მაგრამ იქ როგორც ჩანს გავიდა ის, რომ ანუ ეს მეორე ქულა დაკარგა მაისურაძემ და შემდეგ მოიპოვა 2. ხო, აგერ ერთი ქულა ჩამოაკლეს. ერთი ქულა ჩამოაკლეს, იმიტომ რომ ჩაეტია როგორც ჩანს იმ საჯარიმო 30 წამში. თუ არის ისე წავიდა შეტევაში, ონელი აიღო ფეხი, ისე ჩახრეული სიტუაცია. საიდან ცადა ნახეთ ეხა ილეთის გაკეთება
და მიიღო ორი ქულა მაისურაძემ, თუმცა თავათაც იყო თუ ვაცდები კრიტიკულ სიტუაციაში. ორი ქულა მიიღეს, კი. ორი ქულა მისეს ორივეს. იმიტომ რომ ბეჭიც შეეხო ხალიჩას. არაფერი არ შეცვლილა ამ ეპიზოდით 4-3. სამხარაძე და ახაც ისეთი ჩახლართულია და იგივე სიტუაცია გადმოატრიალა, ეს ორქულიანი იყო, თუმცა თავად მოხდა სიტუაციაში ახლა მაისურაძე დაიძრუნა მე მგონი თავი. დაიძრუნა, თუმცა ცალიბეჭით იყო, აქ არაპირებენ შემოგდებას. რაჭველები არა, ჩელენჯი აქვს მათ. 5-4 დაწინაურდა მაისურაძე. თითქოს არაფერი და ესეც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა გამოვიდა მეორე ნახევრის წყალობით. დროჯერ საკმარისია 40 წამია დარჩენილი. აი ახლა სამხარაძემ ისევ შეძლო შემოვლა და დაყვანა 6. მე რამდენად შეიცვალა ლიდერი? პრაქტიკულად ლამის ყოველი შეტევის მერე იცვლება. 30-29 წამი აქვს ეხლა ნიკა მაისურაძეს. ახლა მაისურაძეს მართებს გააქტიურება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ახლა თითქოს სადა ნახო დავაი წარმოუდგენელი მდგომარეობიდან გააკეთა ორჯერ ორი ქულა ნახო თუ ზალა თუ შეჭა, მაგრამ ზალა აღარ ეტყობა უკვე ცოტა აღარ ეტყობა, ხო. კი ბატონო, დამეწა. ო, დრამატიზმით ეს არც ერთ ფინალს არ ჩამოუვარდებოდა, ბოლო გაბრძოლება მაისურაძის მხრიდან და წავიდა პირველი ოქრო ონში. თორმიკე სამხარაძე 6-5 იმარჯვა და გახდა თასის მფლობელი.